ერთიანი პროტესტი ჭიათურაში უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ჯორჯიან მანგანეში დასაქმებულები პროტესტის ფორმას ცვლიან. მომიტინგეები უახლოეს დღეებში ქალაქის პიკეტირებას აპირებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ჭიათურიდან მადნეულის გატანის საშუალებას არ მისცემენ. მაღაროელები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანია კრიზისს ხელოვნურად ქმნის, რათა ნედლეული ღია კარიერული წესით მოიპოვოს და ამის ხარჯზე თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლოს. ისინი უნდობლობას უცხადებენ პროფკავშირებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში სწორედ დასაქმებულებს წარმოადგენს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მაღაროელების ინტერესებს არ იცავს და კომისიაში სხდომებს მათი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი უნდა დაესწროს. ტრაპეზის ეწევა ამსათამაშო ტრაქტორს იმრეთ გაივლიან ყველა დავით ტექნიკებთან ერთად. მაღაროელებმა უწყვეტი აქციების 30-ე დღეს ამ ფორმით გააპროტესტეს ჭიათურაში შექმნილი ვითარება. სიმბოლურად სათამაშო ტრაქტორის დამტვრევით აქციის მონაწილეებმა ჯორჯიან მანგანეს შეტყობინება გაუგზავნეს, რომ ღია კარიერული წესით მადნეულის მოპოვების საშუალებას არ მისცემენ და კომპანიამ კვლავ მაღაროებში უნდა გააგრძელოს ნედლეული სამოღება. თუ ასე გაგრძელდება და მხოლოდ ღია კარიერული წესით კიდევ უფრო გაიზრდება მოპოვების მასშტაბები, ეს გამოიწვევს იმას, რომ გაანადგურებს ქალაქს. მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ასე უყურადღებოდ დატოვებდა მშრომელ ხალხს. სამი თვეა უკვე ხელფასი არ დარიგებულა და ხელფასთან ერთად სხვადასხვა პრობლემები არის მოსახლეობაში რა. თითოეულ ადამიანს უკვე ძალიან დიდი პრობლემები უდგას. ჭიათურაში პრობლემები დეკემბრიდან შეიქმნა, როდესაც ჯორჯიან მანგანესმა განაცხადა, რომ მისი კვლევის მიხედვით ნედლეულის მაღაროებში მოპოვება არამომგებიანია. ამიტომ ის მაღაროების გაჩერებას აპირებს და ღია კარიერული წესით მოპოვების გაზრდა უნდა. თუმცა ჭიათურელი მაღაროელები მიიჩნევენ, რომ კომპანია რეალურად ხელოვნურად ქმნის კრიზისს. მათი განცხადებით, კომპანიას მაღაროების დახურვის მოტივი არა წამგებიანობის, არამედ ნედლეულის უფრო მარტივად მოპოვებისა და თანამშრომლების გათავისუფლების სურვილის გამოაქვს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, მშვიდობიან ფორმებით, არანაირი რადიკალური ფორმა არ ქონია, არანაირი დარღვევა არ ქონია, ყველაფერს მივყვებით ისე, რომ არავის არანაირი პრეტენზია ჩვენს მიმართ არ უნდა ქონდეს. ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. მოკლედ არაფერს ჩვენ არ ვითხოვთ, ისეც არავის დახმარებას არ ვითხოვთ, რომ აი ვიღაცამ რაღაცა გვაჩუქოს. ჩვენ ვითხოვთ კუთვნილ სამსახურს, კუთვნილ სამსახურშიც ავიღებთ კუთვნილ ხელფასს. დღევანდელ აქციას ჭიათურელი მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად გერმანიის მაღაროელების საერთაშორისო კოორდინაციის წევრები შეუერთდნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და განაცხადეს, რომ ჭიათურელების მსგავსი პრობლემები მათ 20 წლის წინ გამოიარეს, როდესაც ღია წესით მადნეულის მოპოვების მსურველ კომპანიას გერმანიის ერთ-ერთ სოფელში დაუპირისპირდნენ. ამიტომ დღეს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და ფინანსური დახმარების გასაწევად ჭიათურას ეწვივნენ. მე არ ვარ მაღაროელი, თუმცა ცხოვრობ სამთო მომპოვებელ რეგიონში. მე ვარ ავტომწარმოებელი ინდუსტრიის მუშა და სწორედ ამიტომ მე მხარს ვუჭერ მაღაროელებს გერმანიაში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვართ მუშათა კლასი, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ ან რომელი კომპანიისთვის მუშაობ. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 30 დღიანი პროტესტის შემდეგაც ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს. შექმნილია სახელმწიფოს სამმხრივი კომისია, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტრო, დამსაქმებელი და გაერთიანებული პროფკავშირები შედიან. ამ კომისიაში სწორედ პროფკავშირები წარმოადგენენ აქციის მონაწილე მაღაროელების ინტერესს. თუმცა თავად მაღაროელები აცხადებენ, რომ პროფკავშირები მათი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და რეალურად ჯორჯიან მანგანესთან არის გარიგებული. ამიტომ ხელისუფლებას კომისიიდან გაერთიანების ჩამოცილებასა და პროტესტის მონაწილეების უშუალოდ ჩართვას თხოვენ. პროფკავშირმა გამოიჩინა სრული გულგრილობა და უკვე 30 დღის განმავლობაშიც კი არ ჩამოსულან და ერთ დასაქმებულს და ერთ წევრსაც კი არ შეხვედრია. ეს არის ჩვენგან მინიმუმ ის უნდობლობა, რის გამოც პროფკავშირს არ უცხადებთ ნდობას და ამიტომ გვინდა რომ სახელმწიფოს თხოვოთ, არ არის ეგ მუშათა კლასის აზრების გამზიარებელი, აუცილებლად ჩაერთოს სამმხრივ კომისიაში მშრომელებისგან შემდგარი რაღაც ჯგუფი. პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ბრალდებები, რომლებიც გაერთიანების მისამართით ისმის, გამოხატავს მხოლოდ პროტესტის მონაწილეთა ნაწილის პოზიციას და არასრულად დასაქმებულების. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულმა ადამიანებმა ანაზღაურება მიიღონ, კოლექტიური ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც კომპანია CMC ვალდებულია დასაქმებულებს ხელფასის 60% გადაუხადოს.
მე მყავს 3400 წევრი ჭიათურაში. რა ვიცი 15-20 კაცი რა განაცხადებს მაგის მიხედვით ჯერ საერთოდ ზოგადად პოლიტიკას არ ვაყალიბებთ. ფაქტია რომ იქ ადამიანებს შეათ, იქ ადამიანებს აქვთ პრობლემა და ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის გადაჭრისა გახლავთ კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც ჩემი ხელით არის დაწერილი და რომელიც გულისხმობს უმუშევრობაში 60%-ის ხელფასის ანაზღაურებას. კომპანიას არ მეოცით წასვლის გაქცევის და კოლექტიური ხელშეკრულებიდან თავის დაძვრენის საშუალება, რომ ეს ხალხი შეერთიტველი დაეტოვებია. აქციაზე მაღაროელებმა ხვალიდან უვადო პროტესტი დააანონსეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქალაქის პიკეტირებას დაიწყებენ, თუმცა ხელს არ შეუშლიან მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებაში. მაგრამ მანგანეზის მიერ მოპოვებულ ნედლეულს ან სამშენებლო მასალას არც ქალაქის დატოვებისა და არც ქალაქში შესვლის უფლებას არ მისცემენ.